4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის მონაწილეთა დაკავებების სერია გრძელდება, დაკავებულთა რაოდენობა კი იზრდება. სამართალდამცველებმა გვიან ღამით კიდევ 5 დემონსტრანტი აიყვანეს, მათ შორისაა აქტივისტი ნანა სანდერიც, რომელიც 4 ოქტომბრამდე საჯაროდ აცხადებდა, რომ რევოლუციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. საკუთარი ჯარით წავდა და აქციის მონაწილეების ეკიპირებისთვის თანხას ემიგრანტებისგან აგროვებდა. ის და მასთან ერთად დაკავებული 4 პროტესტანტი ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალის ოფიციალურად წარდგენის მოლოდინში არიან, თუმცა თავს უკვე უდანაშაულოდ აცხადებენ. ბატონო მამუკას პოზიცია არის ასეთი, რომ იგი ჯერ ამ ეტაპზე ბრალი არ აქვს, თუმცა არ აღიარებს ის ზოგადი მუხლები, რა მუხლებითაც მიმდინარეობს გამოძიება და ამ დროს იღენებს დუმილის უფლებასა თავისი პოზიციას დააფიქსირებს სასამართლოში. თავდადო ნანასთვის საერთოდ გაუგებარია, რა სახის სამართლის დანაშაულზე არის საუბარი, საერთოდ რა კავშირშია ის ზოგადი მუხლები, ჯგუფური ძალადობა თუ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და ასე შემდეგ. შესაბამისად, იგიც არ აღიარებს ამ მსგავსი სახის ქმედების ჩადენის ფაქტს. თვითმმართველობის არჩევნების ღამეს ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის 5 ორგანიზატორი და ძალადობრივი აქციის 18 მონაწილე გისოსებს მიღმას ხედან. იდენტიფიცირებული დემონსტრანტებიდან 3 ჯერ კიდევ იმალება. დაკავებულთა ნაწილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ. ნაწილზე სასამართლო მსჯელობს, დანარჩენებს კი მოსამართლის მოსმენა მომდევნო დღეებში მოუწევთ. ბრალდებულების პოზიცია ერთნაირია. აქციაზე ყოფნას ყველა ადასტურებს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას კი ყველა უარყოფს. ისინი არ აღიარებენ წარდგენილ ბრალდებას, მის შინაარსობრივ მხარეს არ ეთანხმებიან, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდება გვედავება როგორც პრეზიდენტის სასახლის ბლოკირების მცდელობას, რაც არც მათი მიზანი ყოფილა და არც მათი სურვილი. სამედიცინო და ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშნასაც მოვითხოვთ. თვითონ ამბობს, რომ ერთი ქვა ვისროლებო, მეტი არ უნდა. ეგ არის. ბრალდების მხარე კი კონკრეტულ მტკიცებულებებზე საუბრობს. მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბრის ძალადობრივმა პროცესებმა სამართლებრივ სივრცეში გადაინაცვლა, საქმის პროკურორი ამბობს, რომ მათ ხელთ არსებული მასალები დაკავებულთა ბრალეულობას ადასტურებს. არსებობს არაერთი მტკიცებულება, როგორიც გახლავთ მაგალითისთვის ის კადრები, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ყველამ ერთად ვიხილეთ საჯაროდ, მათ შორის თქვენი ტელეეთერებიდან, თუ როგორ აზიანებდნენ ბრალდებულები და ახდნენ და ცდილობდნენ პრეზიდენტის სასახლის ბლოკირების მცდელობას, აგრეთვე კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ ძალადობდნენ ბრალდებულები სხვადასხვა პირებზე, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს. ამას გარდა გახლავთ ექსპერტიზის დასკვნები, ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა, სასაქონლო ექსპერტიზა. ორგანიზატორებიდან შემსრულებლებამდე 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი ქრონოლოგია საზოგადოებას გენერალური პროკურორის მოადგილემ კიდევ ერთხელ გააცნო. უწყებაში ნათქვამს ფაქტებით, ფაქტებს კი ვიდეოკადრებით ამყარებენ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, 5-ვე ბრალდებულმა და მათთან ერთად სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს და იმავე დღეს თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პაატა ბურჭულაძემ გააცნო მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც მყისიერად უნდა დაეკავებინათ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები და განახორციელებინათ სხვადასხვა ძალადობრივი ქმედებები. პაატა ბურჭულაძის მიერ დანაშაულებრივი გეგმის გაცხადების შემდგომ მურთაზ ოდელავამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ჯგუფური ძალადობის მონაწილეები ერთობლივად გადაადგილებულიყვნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისაკენ, რომელსაც ძალის გამოყენებით დაიკავებდნენ და დაავალა მათ არ დამორჩილებოდნენ სამართალდამცავების მოთხოვნებს. ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის ავტორების და შემსრულებლების ნაწილი უკვე პატიმარია, თუმცა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე გამოძიება ისევ გრძელდება და არაა გამორიცხული, რომ დაკავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.